მოგესალმებით, კიდევ ერთხელ ეთერშია მოამბე 16 საათზე. სტუდიაში ლიზა ციკლაური მუშაობს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბადე ახალ სეზონამდე არ შეიცვლება. არსებული გადაცემები 17 ივლისამდე გავა ეთერში. ვასილ მაღლაფერიძის თქმით, ყოველივე ამას ითვალისწინებს ის შეთანხმება, რომელიც მენეჯმენტმა ბორდთან მიაღწია. გენერალური დირექტორის ცნობით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი სეზონის კონკურსის კონცეფციაზე მუშაობას 10 მარტიდან დაიწყებს. მაუწყებელზე მიმდინარე მოვლენები კონფერენციის ფარგლებში განიხილეს. სალომე ქოქიაშვილი ესწრებოდა და ახლა დეტალების შესახებ პირდაპირ ეთერში მოგვიყვებათ. სალომე, გისმით. ეს იყო საკმაოდ წარმატგებლობითი და ფართო კონფერენცია, რომელიც გაიმართა სოროსის ფონდის ინიციატივითა და კოალიციის მედიის ადვოკატირებისათვის ასევე ორგანიზებით. ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდა დღევანდელ შეხვედრას, გარდა ამისა იყვნენ მედია ექსპერტებიც, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტისა და სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლები და წევრები. ბუნებრივია, ამ შეხვედრაზე გახმოვანდა ახალი მენეჯმენტის უკვე რიგით მესამე ახალი გეგმაც, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ მაუწყებელი ჩვეულებრივ უნდა მივიდეს სეზონის ბოლომდე, ანუ 17 ივლისამდე. ეს არის ის თარიღი, რომელიც თავის დროზე გაწერა ბორდმა და უკვე ამის შემდგომ დაიწყოს მაუწყებელმა მზადება ახალი სეზონისთვის. შესაბამისად, ახალი სეზონისთვის მზადება უნდა მოხდეს ამ გეგმის თანახმად უკვე საკონკურსო წესით, ანუ ჩატარდება კონკურსი და შესაბამისად შეირჩევა ის გადაცემები, რომლებიც უკვე ახალი სეზონიდან უნდა განთავსდეს მაუწყებლის ბადეში. დღეს ყველაზე მეტი შეკითხვა ბუნებრივია დაისვა ამ საკონკურსო წესებთან დაკავშირებით და შეგვიძლია მოვისმინოთ მაგალითად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რა კრიტერიუმებით უნდა მოხდეს შერჩევა ახალი სეზონისათვის გადაცემებისა. კარგია, რომ სოფლით აღარ მოხვეტავენ ამ ყველა გადაცემას და ყველა ჟურნალისტს თუ თანამშრომელს, რომელიც მუშაობს საზოგადოებრივ მაუწყებელში, ვფიქრობ, რომ უნდა შეფასდეს შინაარსობრივი მხარეც, უნდა შეფასდეს წვდომაც, უნდა გაკეთდეს ხარჯ ეფექტურობის ანალიზი და ასე შემდეგ. ეს კომპლექსურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. გადაცემების შეფასებისას, როდესაც მის რეიტინგებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, თუ როგორ მუშაობს მარკეტინგის სამსახური, რამდენად ხდება გადაცემების ანონსირება, რამდენად მყარია ბადე სამაუწყებლო და გადის თუ არა ერთსა და იმავე დროს გადაცემები. ჩვენ ნახეთ, რომ ეს დაწყების დროებით ხშირად იცვლება. ხუთი კრიტერიუმი, რომელიც სამეურვეო საბჭოს შესთავაზა, საკმაოდ მისაღები და რელევანტურია. მაგრამ მთავარი ის არის, რომ სწორედ დღეს აღმოჩნდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უკვე ასრულებს თავის ფუნქციას. იგი გახდა საზოგადოებისთვის საინტერესო, მის გამო საზოგადოებას აქვს რეაქცია და ეს ნიშნავს, რომ ყველაფრის გადაწყვეტა უნდა მოხდეს საზოგადოების ფართო მონაწილეობით. უკვე ცნობილია ის, რომ ხვალ გაიმართება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა და სწორედ ამ სხდომაზე უკვე იქნება განხილული ეს ახალი გეგმა, მათ შორის დაისმება ალბათ შეკითხვებიც იმასთან დაკავშირებით, რა პრინციპით მოხდება და როგორ შეტარდება კონკურსი. ერთი რასაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის წარმომადგენლები ამბობენ, კონკურსი იქნება გამჭვირვალე და ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარ პრიორიტეტად რჩება ის, რომ მან შეასრულოს კანონმდებლობის ყველა ვალდებულება და შეავსოს ყველა სივრცე. მენეჯმენტ შეტანილია ახალი, ასე ვთქვათ, ალტერნატიული გეგმა, რაც გულისხმობს ყველა პროგრამის სეზონის ბოლომდე მისვლას, ანუ სამაუწყებლო ბადის ცვლილება არ იგეგმება, ხოლო უკვე სექტემბრიდან ახალი სეზონისთვის გადაცემების კონკურსი წესით შემოყვანას დაბრუნებას იმ ზოლებში, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს როგორც კანონით ევალება, ასევე პროგრამულ პრიორიტეტებშია გაწერილი. ამ გეგმის მიხედვით რეფორმა განხორციელდება სრული ტემპით და მაქსიმალურად ოპტიმალურად. ეს ხადია მოხდება ახალი სეზონისთვის, მაგრამ მუშაობა უკვე დაიწყება 10 მარტიდან, დაიწყება კონკურსის პროცედურები. კითხვები მე მაგალითად მაქვს ბევრი, რომელსაც ხვალ სამეურვეო საბჭოს აი თუნდაც იგივე კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებით, როგორ მოხდება ეს კონკურსის ჩატარება, რამდენად გამჭვირვალე იქნება, ვინ ჩაატარებს კონკურსს, ვინ მიიღებს გადაწყვეტილება. წარმოადგენს მენეჯმენტის საპროგრამო პოლიტიკას, ზაფხულამდე რა თქმა უნდა არ შეიცვლება არაფერი და შემდეგ მიმოძრავებთ იმ მიმართულებით, რომ ვალდებულებებით შევასრულოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის, იყოს ეფექტური პროექტები, ეფექტიანი მათ შორის.
საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი ახლა სწორედ ელოდება სამეურვეო საბჭოს ხდომას, ხვალინგდელს ხდომას, რომელზეც უნდა იყოს განხილული ეს ახალი გეგმის დეტალები. Ისინი ამბობენ, რომ სწორედ მნიშვნელოვანი წილად იქნება ბორდის ხვალინგდელს ხდომაზე მათი სამოქმედო გეგმას დამოკიდებული და გარდა ამისა, მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი მიიჩნევს იმასაც, რომ თავად კონკურსის ორგანიზების პირობებშიც მნიშვნელოვნად უნდა იყოს ჩართული საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები. უნდა იყვნენ ჩართულნი თავად თანამშრომლები. იმედი მაქვს კონკრეტულად იქნება გაწერილი ყველაფერი თავისი ფინანსური მოვალეობებით და თავისი ფინანსური აღრიცხვის დართვით და შესაბამისად შემოქმედებითი პროცესები. ზოგადად მეტი კომუნიკაციის მომხრევარ მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის. მით უმეტეს ამ მაუწყებელში არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ კარგი გამოცდილება, კარგი გემოვნება, კარგი პრაქტიკა იმისა, რაც მათ უკვე წლები ააკეთეს. ჩვენ მოვითხოვთ იმას, რომ ყველა საკადრო გადაწყვეტილება მიღებული იყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც განისაზღვრება ჩვენი თითოეული თანამშრომლის უნარ-ჩვევა და მაქსიმალურად იყვნენ ჩართული ჩვენი თანამშრომლები სწორედ ახალი სეზონისთვის მზადებაში. ხვალ უკვე ჩვენ ველოდებით სამეურვეო საბჭოს ხდომას, სადაც დეტალურად იქნება განხილული, შეთავაზებული ახალი გეგმა, ასევე ის, თუ როგორი პირობებითა და წესებით ჩატარდება კონკურსი, რომლითაც საზოგადოებრივი მაუწყებელი უკვე ახალი სეზონისთვის უნდა მოემზადოს. მადლობა სალომე, სალომე ქოქიაშვილი იყო.